მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის წალკის და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავეს, 11-ს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. მიზეზი სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებაა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით საქმე ზემოთხსენებულ მუნიციპალიტეტებში გზისა და სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება. სუსი ამბობს, რომ კერძო კომპანიებმა სამუშაოების შესრულებისას დოკუმენტაცია გააყალბეს და შედეგად თაღლითურად მიითვისეს 10,000-ობით ლარი. ასევე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების საქმეზე წალკის, დმანისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების, მერიებისა და საკრებულოს რამოდენიმე წარმომადგენელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ბრალი წარუდგინეს, ჯამში 7 პირს. სუსი ამბობს, რომ 9 რეგიონში 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავეს. თელავში ღვარცოფმა დაანგრია ხიდი, დააზიანა ქუჩები და ინფრასტრუქტურა. გარემოს დაცვის სააგენტო 2021 წელს თელავის ხევის საშიშროებებზე საუბრობდა. ცლად გთავაზობთ სიუჟეტს. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანიშნეს რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. თელავში სტიქიის შემდეგ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თელავის ხევის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვები სავარაუდოდ არასწორად იყო გაცემული. თუმცა კითხვას იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ განაშენიანებაზე, რომელიც სტიქიის მასშტაბზე აისახა, არ პასუხობს და ამბობს. მიაჩნია, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული და ამას გამოძიება დაადგენს. მაგას ნახავენ შესაბამისი ორგანოები, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ არის პასუხისმგებელი და ეს შემდეგ ეს ყველაფერი დადგენდება. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. თელავი, 12 ივლისი. ქალაქში ღვარცოფი განვითარდა. სტიქიამ დაანგრია 2 ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი. დააზიანა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. დატბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები, კლინიკა და მაღაზიები. დაზიანდა ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. ხოლო ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ღვარცოფმა გაანადგურა მოსახლეობის ნათესები. თელავში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი შეფასება გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით ძლიერმა ნალექმა მდინარე თელავის ხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ძლავრი ღვარცოფული ნაკადი. სააგენტოს ცნობით მდინარის შუა წელში განთავსებულმა 3 ღვარცოფ დამჭერმა ნაგებობამ ნაკადის ნაწილი შეაკავა, თუმცა ღვარცოფის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ ნაგებობებს გვერდი აუარა. დააზიანა ნაპირდამცავი კონსტრუქციები და გზის ცალკეული მონაკვეთები. გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტმა ღვარცოფული ნაკადის სრულად გატარება ვერ შეძლო, რის გამოც წყალი და ნატანი მიმდებარე ქუჩებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე გადავიდა. ის რომ მდინარე თელავის ხევის ხეობა ღვარცოფის საშიშროების მაღალი რისკის ზონაში მდებარეობდა, გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 2021 წლის ანგარიშში წერდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროცესის აქტივიზაცია საშიშროებას უქმნის და პერიოდულად აზიანებს 3-ვე ღვარცოფ დამჭერ ნაგებობას და ქალაქ თელავის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის ტერიტორიას. ფოთის IT სკოლის მეორე ნაკადმა სწავლება დაასრულა. 18-მა ახალგაზრდამ სხვადასხვა პროგრამები შეისწავლეს. გთავაზობთ სიუჟეტს. ყველაზე კარგი ყველა ახალგაზრდისთვის. თან ძალიან გავერთე, თან ძალიან ბევრ რაღაც გავიგე. მოხვდი გარემოში, სადაც არის უსაყვარლესი სტაფი. არასდროს არ ყოფილა ისე ჯგუფში, სადაც ყველა მონაწილეობდა. და ახლა ეს პირველი შემთხვევა იყო, სადაც მართლა მოხდა. პირველად ალბათ მივხვდი, რომ ჯგუფური მუშაობა შეიძლება იყოს ასეთი კარგი. ვფიქრობ, რომ ყველაფერს მომავალში ძალიან კარგად გამოვიყენებ.
მაგრამ აქ მოვიდოდი კოდირების აზრზე არ ვიყავ. სიმართლეს ვამბობ. არც ვიცოდი რომ აისთვის პრომპტი უნდა დამეწერა რომ ესათვის სურათი შეექმნა და ყველაზე მეტად ეს მომეწონა რომ ახალი რაღაცეები გავიგე და პირველ რიგში რაც უმთავრესია ჩემთვის შევიძინე ახალი მეგობრები, ახალი ადამიანები გავიცანი და უკარგესი მასწავლებლები, რაც რა თქმა უნდა ჩემი კომუნიკაციისთვის უკეთესია, გავაუმჯობესე კომუნიკაცია და ჯგუფური პროექტების კეთება უფრო მეტად ვისწავლე, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ისეთ ჯგუფში, სადაც აი ყველა მონაწილეობდა. და ახლა ეს პირველი შემთხვევა იყო, სადაც მართლა მოხდა. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენ. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ყველაზე საინტერესო სამეთო იყო ჩემი ცხოვრების განმავლობაში, აი თან ძალიან გავერთე, თან ძალიან ბევრ რაღაც გავიგე, აი განსაკუთრებით ისეთ თემებზე მივიღე ინფორმაცია, რაც არ ვიცოდი და ძალიან ბევრ რაღაც გავიგე და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მასწავლებლებს ამაში. მე ჯგუფურად გავაკეთე პრეზენტაცია ალექსანდრესთან ერთად, ალექსანდრეს მოვკითხო აქედან, კაფესთან დაკავშირებით ქონდა ჩვენს მიერ შექმნილ კაფესთან დაკავშირებით გაკეთებული პრეზენტაცია და ფოჩი ჩემი აზრით არის ისეთი კაფის ნაკლებობა, როგორიც ჩვენ ქონდა პრეზენტაცია და მოკლედ ძალიან საინტერესო ლექციები ქონდა ამ სამეთის განმავლობაში. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო და კარგი იყო. ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე ამ პროექტით. გავაცანით ძალიან კარგი ადამიანები. და ასე უკავშირით ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მომავალში ძალიან კარგად გამოვიყენებთ. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რაღაცა შევისწავლე და ძალიან დიდი მადლობა უხდე იმ პრემიალს ამ შესაძლებლობისთვის. ყველაფერი რაც შევისწავლე მე ძალიან გამოვიდგება. თანაც აი ეს სამი თვე მე მომცა საფრთხოდ თუ მინდა თუ არა გავყვე ციფრულ ტექნოლოგიებს და პასუხი არის კი საბოლოოდ. ძალიან მომეწონა ყველასთან მუშაობა, ტრენერებთან და ბავშვებთან. შევიძინე ახალი მეგობრები და პირველად ალბათ მივხვდი რომ ჯგუფური მუშაობა შეიძლება იყოს ასეთი კარგი. პირველ რიგში ამ კურსის მთავარი მიზანი პირადად ჩემთვის ის იყო, რომ მომავალ პროფესიაში დამხმარებოდა და ყოფილიყო ჩემი გზამკვლევი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ესეც აღმოჩნდა, მოხდი გარემოში, სადაც არის უსაყვარლესი სტაფი, ცოდნის ბუდე და ისეთი ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს თავი გნოს კომფორტულად, მიიღოს ცოდნა და რა თქმა უნდა, ეს ცოდნა გამოიყენოს სწორად. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო უშუალოდ მარკეტინგის და სოციმედიის მართვა, რადგან ჩემს მომავალ პროფესიაში უშუალო კავშირი აქვს ამ ნაწილს, მაგრამ ამის გარდა ვისწავლე უამრავი რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამომადგება და ზოგადად ჩემი აზრით ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს IT-ის საშუალო საფეხური მაინც. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.